დავბრუნდით ჩემო ძვირფასებო, დავბრუნდით და სანამ სტუმარს წარმოგიდგენ ძალიან კარგად ნაცნობს თავისი ძალიან კარგი სიახლეებით და თუ არა ჩვენ ვინ გააჟღერებდა ჩვენიანისვე ასეთ კარგ ამბებს. გეტყვით რომ ამ შაბათ-კვირას ისევე როგორც ამ სეზონზე ყველა შაბათ-კვირას საღამოს 8 საათზე კომედიარზე უნდა უყუროთ აუცილებლად მიხოს და მაროს, როგორც იცით, სიახლეებია ძალიან ბევრი ახალი კარგი საოცარი სერიები. კი ბატონო. და რაც შეეხება თეატრის ამბებს, მოკლედ ბილეთები შესაძინათ უნდა შემობრძანდეთ პაატა გულიაშვილის იუმორისტული გუნდის გვერდზე, Facebook-ზე და იქ დაწვრილებით არის თუ სად, როგორ და რანაირად უნდა შეიძინოთ ჩვენი თეატრის ბილეთი. ეს საინფორმაციო სახის განცხადებას მოურჩით ჩემო ძვირფასებო და მოკლედ გელოდებით აქაც და იქაც. ეკრანებთანაც და თეატრში. ახლა კი რაც შეეხება ჩვენ სტუმარს ამ ადამიანმა ბევრს არ ვილაპარაკებ მის შესახებ, ის ყველასთვის კარგად ნაცნობი ადამიანია. ჩვენი მეგობარი, ჩვენი გუნდის წევრი, უსაყვარლესი, უშვენიერესი, უტანწერწეტესი. მოდი მივესალმოთ. ვასო გრიგალაშვილი გახლავთ ჩვენი სტუმარი. მუსიკა შესაბამისი იყო, ვასკა როგორც რა თქმა უნდა, აი წალკელი კაცი ამ ჩუყი დამემართა, ამა ჩუყი. ესე იგი, ეს ბოლო რამოდენიმე გადაცემა ჩვენი ძალიან ახლობელი ადამიანები, ჩვენი გუნდის წევრები ყავს სტუმრად. ზოგი დაკარგული მე ისევ თავიდან გამოჩენილი ზოგი აქვს, მაგრამ ძალიან ბედნიერება ის რომ სიახლეები არ ჩერდებით ერთად. სიახლეები და აქტუალურობას არ გარგავდა მთელი ამბავი. აი სულ საყვედურობთ ხოლმე, სულ რამიდან ჩამოხვედი და არაფერი ჩამოვიდანეთო. აი ეხლაც ისე ჩამოვედი ზუსტად. არ ვიცი, ესეთი ხელმომჭირნი ადამიანი. აი ესეთი ხელმომჭირნი ადამიანი, მე არ ვიცი რა. შეირა შეყვარიც. მართლა ეგრე გონია. ისე იგი ну ალბათ იცით რომ ყოველი ორშაბათი არის ის დღე როცა ბატონი ვასიკო დიეტას იწყებს და შესაბამისად ეთყობა ესე იგი ტელემაყურებელმა ძალიან კარგად ითის მაგრამ უბრალოდ ერთხელ კიდე მინდა შევახსენოთ ჩვენს გადაცემაში უმეტესი ნაწილი პროცენტულად ალბათ რომელმა სიმღერებმაც ლექსებმაც და ამ შემდეგ გამოიწვა ძალიან დიდი გამოხმაურება, თითქმის ყველაფერი არის ჩვენ არაჩვეულებ ბიჭებთან ერთად ვასკას დაწერილი. მიხო და მაროს სცენარის ავტორი. ამ შემდეგ და რა მოხდა ახლა? პირველად ასაკს არ ვიტყვი მაინც, რა ვიცი. კი ბატონო. მის სიცოცხლეში დადგა თეატრის სცენაზე. და არაჩვეულებრივად გაართვა. თავი მინდა გითხრათ, უბრალოდ პატარა აქ თეატრი. ცოტა ბიჭებს, მაგიტომ დავიწყე დიეტა ეხლა. მე ძალიან მაინც არ დასროებარები, ყველაზე მაგარი ეგ მომენტია. არა, სანამ დავიწყებთ, მაგარი იქ ახლა ნუ თეატრში მოვყვებით ამ ამბებს და მთელი დღე და ღამე იქ რეპეტიციები რაღაცა აქეთ იქეთ, რა ვიცი, ჩვენი ხელით რო ყველაფერი გავაკეთე, მართლა და რაღაცებს საუბრობთ ხოლმე შესვენების დროს და დიეტა არის ამოუწურავი თემა და ვასო სერიოზული სახით ვასკა всё დამთავრდა ხვალ თითოეულ მე დღესაც საერთოდ არ მიჭამი არც სომეული არც კბილეული არაფერი დღეს დიეტაზე ვარ და ღამის პირველის ნახევარია და კიდე 1 საათი უნდა გავჩერდეთ ალბათ და მე წავალთ ალბათ სახლში და გავხედე ზარს ანახორციელებს სახლში რეკავს შემიწვის და ჩემი გაკვირვება გამოიწვია ნიკოლოზ რანაირად შეიძლება ну აი ლობიანი რამხელა ну რამხელა შეიძლება ну ესეთი ხო არის ამხელა სტანდარტულები ხო 8 ნაჭრიანი ერთ ლუკმაზე რანაირად შეიძლება მე ამოუცნობი ამბავი და ვასოს ერთი კარგი ზოგადად დიდი ლუკმები მაქვს ვასოს კიდე ერთი საოცარი თვისება რაღაც ღამე არ ვძინავსო თვითონ რამოს მე ახლა არ ვიცი ღამე ძინავს არ ძინავს მაგრამ
აი რა გითხრათ ვენტილატორის პროპელერი რომ უნდა შეუძლია მიადოს თავი და ძილავ მოკლედ დიდი მადლობა მობრძანებისთვის ჩვენ მოვყევით ყველაფერი და აბა კარგად აღარც აოცარი კაცია ძალიან კი ადამიანი რა მოკლედ თეატრზე გუში ერთი კვირის უკანდელი რაც მოხდა რა მთელი 4 საათამდე რო ვიყავით და ბიბლიოთეკაში წიგნებს კითხულობდით დილაა და ცოტა ცუდად ვარ და სარეპეტიციო სადაც საწოლები დგას უკვე თეატრში იქ წამოვწექი მე სარეპეტიციოში საწოლები კი არ დგას სპექტაკლში ჩიდება და ხო სპექტაკლში ჩიდება და წამოვწექი ამ საწოლებს და რაღაცა სკროლ და თურმე ხა გაგიკვირდება და წამეძინა და ფარდიდან ხედავ ჩიტოვიჩი რატი ჩვენი ბიჭები და გამოყოფილი თავები და ისინია და უცბად თვალი რომ გავახირი მეთქი სპექტაკლზე დამეძინა თურტები ერთი 15 წუთში კი იმასე იქნებოდა. როგორი გამოხმაურება იყო? აუ აი მართლა. მამა შენის მაინტერესებს. მამა ჩემმა ის როლი რომ გაიგოს ბოლოს ნიცით თავდება, მოეჭველი მაგინებს. ხო და ერთი რაც უნდა ვთქვა, მართლა მიკვირდა ხოლმე ადამიანების რომ ამბობდნენ რომ აი არა თეატრი სულ სხვა ხა მე რა შევიგრძენი ჯერ სულ რაღაც 5-6 ის არის სპექტაკლია და დედას გეფიცი აი სულ სხვანაირი ემოცია აქვს მართლა რა აი ადამიანების ახლოს ემოციას რო ხედავ და იცინიან ცოტა ზოგს სრემლი მოსდის აი სულ სხვანაირი ყოფილა მართლა ჩვენ ხმა სხვა ადამიანების აღარ მესმის ჩვენ ის მოყევი მე რო შემხდი მეორე დღეს ხო მაგას მომბობ რა ერთი სპექტაკლი ვითამაშე და პაატას ხვდები და პაატა მეთქი სამკურნალოს მივდივარ ექიმთან მეთქი და რატო და ჩვეულებრივი ადამიანების აღარ მესმის ეს ვიღაცა მერცხეს მან დამწყევლა ამის გამო. მართალი ეგონათ. თავში აუვარდა ამის. მოკლედ, ძალიან მაგარია რა და ერთი რაც უნდა ვთქვა, სპექტაკლზე 15 მარტის ბილეთებიც გაყიდულია. კი ბატონო. აუცილებლად შევბრძანდით პაატა და ნიკას გვერდზე და შეიძინეთ 20 მარტის ბილეთები. საერთოდ არაჩვეულები. მე მაინც მაინტერესებს შენი ამბები იქ რა ხდება ახალი რაღაცეები გექნება იქ. ო ახალი რაღაცები ეხლა ჰალწუხებზე ჰალწუხი რატო არ მიკეთია და არასოდეს არ ვიკეთებ რა. არა არ ჩამოგეტევა არა. ხო და ერთია მეტეოდა და მაგის მერე გავ აქამდე აქ. ერთხელ არ გატევა. რესტორანში ბიჭები მაგასები ქეიფობთ და თურმე გვერდზე სუფრაზე მოჭიდავეები ქეიფობენ რა. რაღაცა ისე შარიჭული ატყდა რომ ვერ შეერიე. მაგარი ჩხუბი ატყდა რა. ანუ სერიოზული დაპირისპირება უკვე უნდა ჩხუბი დაიწყოს და მოჭიდავეები და დიცko რა მოვარჩევდი. ყველაზე პატარა რომელიც იყო მოვარჩიე მეთქი ამას ახლა ერთ სულ ეწავდა თუ რაღაცა თუ წავაგწე ხო გადავახტები და გავიქცევი. ეს პატარა ტიპი ჰალსტუხი მიკეთე რატო ამბობ? შავი საროჭკა მასია ჰალსტუხი მიკეთია და რომ მოვუქნიე ხელი ამ ტიპმა აიცილა ბიჭო ეს პატარა და ამ ჰალსტუხში რომ მოვკიდა ხელი მოექცა უკნიდა როგორც კირილები ბინოშვილის ცხენი ისე დავყავდი რესტორან ვერ გავახდები ხელი თან ეს ხო უჭერს მაგრამ ბიჭო ვიგუდები აღარ საროჭკა დავღი ჰალსტუხი ვერ დავღი ისეთი ჰალსტუხი არა თქვენც არ გირჩევთო კირილები როგორც კირილები ბინოშვილის ცხენი კი ბატონო არა წეგარი და წარმოიდგინე პატარა კაცინობას ესეთი თავგადასავლები ბევრი გაქვს კი რა თქმა უნდა ყოველდღე თითქმის მე შესავლის გარეშე რომ მოყვეკითე რამე არ გინდა ესე გამოუწურავი თემა მე ვასოს არ უნდა ხამის შეხსენება ვასკასო მოყვეს ჩვენი მამას ბატონი ავთანდილი და მოკითხვა ჩვენგან ავტომატურ სურამში მისი ისტორიები 1-2 მაინც რო არ გამოურიებ მე პირადად ვერ გაპატიებ ვინახავდი ერთხელ მამაჩემ საკითხავი სათვალე როგორ კითხულობს რა ხდებაო რა მეტი არაფერს იმ სათვალით კითხულობს რა ხდებაო მეც არ კითხულობ ხო და ეს სათვალე უკეთია და პროფესორი კაცი ისვენებდა ჩვენთან ძალიან განათლება ახალი ჩამოსული სურამში ახალი ჩამოსულია ეს კაცი და მამაჩემმა რაღაცა შედარებაში და დედანახი მამანახი შვილი ესე უნდა ვირომადრი უნდა ეთქვა მაგრამ ეს არათანო ის თითქოს წამოსდა და
ამ პროფესორმა კაცმა განათლებულად მიიჩნია სათვალით მოდის მამაჩემი გავზდებს გვაგინებს. მიიჩნია განათლება და ბატონო ავთო რომელი წიგნები რაღაც 1-2 წიგნი ხსერა. მოგა ავთო გაიცა ეხლა მოვალე ხოლმე განაცვალე და შევიდა სახში. დაკოკა მანქანა წავიდა და მეორე დღე მესამე დღე წიგნებზე ესაუბრება რაღაცა მარკესზე და ვიღაცებზე და ავთო თავს არიდებს და ბოლოს რა მოასხა და მომისმინეო გიგაროთან ასე ყველაზე ახლო შეხება წიგნთან ამ ხოდა მამაჩემო რომ ტელეფონების წიგნი მოსმენა გავზდის კიდე რა წიგნებზე ველაპარაკები მოკლედ ესეთი ისტორია ეს საყვარელი კაცი მაგარი საყვარელი აი ამ ბოლოს ტიპს აქ მისაცემი ფული რა 100 ლარი და აი 80 ლარი და 100 ლარიანი მიაწოდა და ავტორებუნება რომ ხურდა არა მაქვს რა და მაშინ ამ კაცმა უთხრა ჩაგირიცხავ და კაი მაშინ წვრილი ფული ჩაგირიცხავ ტექნოლოგიებსთანაც არ მახსოვს გაგთო არა აქ მოყოლი ჩვენ შენა და ხوارს კიდე არ გაბრაზდება მამა ესე ორიგინები გადატანილი მაქვს და ის არ მახსოვს გაგთო არა მოყოლი ძაღლის ამბავი ძაღლი რო დაგეკარგათ ძაღლის ამბავი მაქვს მე მგონი მოყოლი ხო გზაში რო გბენდა მოყევი კაცო არ ვიცი სად გაკეთე არ ვიცი მოყოლი მაქვს თუ არა შენ გეყოლება გეკინება გახსოვს სუფრაზე რო მოყვა შეიძლება მოკლედ მე მგონი მაქვს თუ არა არ ვიცი მოყოლი მაგრამ მაინც მოყვები გერმანული ნაგაზი მყავს და ეს რუდუნების გაზრდილი ძაღლი ჩავიყვანე ხელში მიჭირავს საკედან თბილისში და ძაში ბლოკავს თან არ და საბჯერ კი რაღაც დავიმტვერი მაგარი და ჩავიყვანე იქ და მთელი საჭმელები ყველაფერი ჩაუტან და მე ვუთხარი ეს ძაღლი არ დაიკარგოს პირველი რაც არის ანუ იკარგება ხვდებით ხშირად იკარგება ვიდი დაიკარგა მერვია არ დაიკარგოს ეს ძაღლი მეუბნები და ამაჩემა რა არა უკაცო რა უნდა დაიკარგოს და გაიზარდა ეს ძაღლი 8-9 თვისაა და გაიქცა სახლიდან. რა ჯიშის არის? გერმანული ნაგაზია და ნუ ნაგაზები ერთმანეთს გვანან ახლა რაღაც ვიზუალით და გაიქცა სახლიდან ეს ძაღლი და მამაჩემიც გაიქცა ოღონდასაც ვასო არ ეძებს ხო? ეს ხო და ეძებს და მოიყვანა სახლში როგორც იქნა ახლა მოიყვანა დაგლეჯილია ავთო და ჩემს მეუბნება ესა მეორეთა რო გაიქცევა მას და მე მეორეთ ამას აღარ მოიყვანა რას აღარ მოიყვანა ჩვენი ძაღლი ზევით არის დაბული სამჯერ მიკვიდა გზაში ამის ვიღაცის ძაღლი ვიღაცის ძაღლი წლის ძაღლი უკან ადგას სამჯერ მიკვიდა პეჭებზე აბა რა იქნებოდა ვიღაცის ისისა მე შარ გამიგვირდაო სამჯერ მიკვიდა გზაში მიკვიდა სამჯერ ეს რატო არ უნდა გქონდეს ავტო ხო არ არის უკვე გაგინებს აბა როგორ აწელი აი ორიგინები გამოეპარა როგორ მართლა მაგარი კაცია ავტომატონი იცი რა ჩვენ ახლა ვახსენეთ ეს რომ შენ წერ ამ ტექსტებს იუმორისტული განხრით და რა ვიცი ბევრ ადგილას იყავი შენ წარმოდგენილი სხვადასხვა არხზე და ძალიან ბევრი ამ მიმართულებით ასეც გიცნობს მაგრამ მაყურებელი მაგრამ მე რამდენიმე ჭიქარო დავლიეთ მოკლედ ერთ-ერთი ფორმალისტ დროს ისეთი კარგი და სერიოზული გიო ლექსი წაიკითხა მუხამბაზი ხო ასე ქვია ხო ეგეც მამაჩემის დამსახურება მაგრაირებს რო აღარ ვწერო და მეშვილოთავია და ბოლო ორი სიტყვას არ ვიტყვი რაც ვითხრა მაგე ხო და არ გინდა რომ ჩვენმა ტელემაყურებელმა შენი ერთი ლექსი რომ ისეთი რა რაც იგრძენი ნამდვილად დაგეხმარებიან ბიჭო თენგინაცვალი მიდი დასხეთ მუხამბაზი უნდა დავთვრე თასში ღვინო ჩამოასხით ქარვისფერი შენი გული ავირჩიე ჩემი დავთმე ეგ თვალები მოკაშკაშე თაფლისფერი ჩამოასხით მომაყარეთ თასი თასზე ენა წყნიან სადღეგრძელო არ მერევა მერიქიბევ მონდომებით ღვინო ავსებ სვამ იქამდე სანამ ფეხი ამერევა მერე მოვალ შენ სახლის წინ აივანთან და გიმღერებ მთვარი შუქზე სატრფიალოს ღამის ნიავს კოცნას შენთან გამოვატან სიყვარულმა დედამიწა ატრიალოს რიჟრაჟამდე გავჩერდები შენ სახლის წინ არ ჩავაქრო ფიალაში ცეცხლს და ღვინოს იქნებ გახსნა დარაბები რას გთხოვ ამდენს ზემრომ სხივი
ყარის ზღურბლზე გადმოფინოს. გამთენიას ტრიან ქუჩას გაუყვებით ან გამყვება ცოტა სევდა, ცოტა ბრაზი, გულის წადილს მე არავის არ უყვები შენ, მე არ გნევ, დასცხე მიდი მუხამბაზი, უნდა დავთვრე. აი ესეთი ლექსი ეგენა თორე. ეგენა. კარგია. ძნია კაც. ხო და ამ თამადობამ რაღაცეები იქნა ხოლმე და ცოტა ო, სხვათა შორის ერთი მთავარი ფაქტი უნდა ვთქვა. 4 ლიტრა და ზევით ჩვეულებრივ. არა, მისი ავტომობილი წვავს. მაგნეს წვავს უბრალოდ. ის რა ქვია, ამას რაღაც სუფრაზე ვიყავი ჩვენ მეგობრებთან ერთად და ვასო შემოგვიერთა 9 საათით გვიან. და თან კაცს არ უთხოვია რომ გინდა თუ არა დაჯარიმებული ხარ და ის მე რო დავარქვი მას სადგითიო გამექვია იმ წიქებს მაღალი წიქები როა წყლის თვითონ დამისხით ისეთი დამისხით შეწუხებული სახით ანუ რატო ბაძალებთ ვითომ ისეთ სახე ქონდა რატო ბაძალებთ შეულებრივი ჭიქა ესე გავდგიგვერდეს შეიძლება მომაჩვენეთ აქ და დაიჯარიმა საკუთარი ჩემო ვასკა წარმატებები მინდა გისურვო ყველას ერთად იცი რა აუცილებლად მინდოდა ის რომ მე აუცილებლად უნდა თქვა ერთი რამ რომ გადასარევად გაართვა თავი და ძალიან კაია რომ ესეთი ნიჭიერი ხალხი არის ჩვენს გულში და ეხლა შენი სტუმრობა მაინც ვერ გამოვა იმის გარეშე რომ პატარა რაღაცა ერთი სიურპრიზი გვაქვს ჩვენი ტელემაყურებლისთვის მომზადებული და მოკლედ მე ნიკოლოზი და ჩვენი ვასასი მოგცემთ რჩევებს და ამწყებთ თამადებს თუ როგორ უნდა ითამადოთ და როგორ უნდა მოიქცეთ სუფრაზე ხო? წამზაით